ჩვენ ერთმანეთს მივანდობთ საკუთარ კვების რაციონს. თითოეულ გვექნება 50 ლარიანი ბიუჯეტი და უნდა დავაპატიჟოთ სამივე ერთმანეთი საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე. სკვითევა მე გითავაზებ საუზმეს. მე ჩაგიკოკლოზინებთ პირებს სადილით. მე ჩაგიგუგუინებთ აქ ვახშმით. კარგია. 50 ლართ 3 ადამიანი მარტივი არ არის. საუზმე ადვილია, ვახშამი გამიჭირდება. გამიჭირდების. მე ვიფიქრებ საწაგიყვანოთ დრო კი მაქვს ისე თავზე საყრელი შენი კითხე აგერ საუზმეზე გვიანდება. ნიკუშ რა მოგვიმზადე დღეისთვის? მე მოგიმზადეთ დღეისთვის. აი ვხედავ. მედი არ გინდა, ამ წამს დავაჭირე დრეკს. აი თიმთიმა. ეს ხურდაში რაც მოყვა, მადლობა. ეს ხურდა, აი ხურდაში. მომეცში. არა. მის მინერ კაი, მოგვიყენი. სიცხვინიან ნიკა. აუ რა ხდება გუგა. არ ჩერდება სერვირება. პირველ რიგში მაინტერესებს ნიკა 50 ლარს ჩაეტი თუ არა. გეტყვით. შენ რაც გინდოს გუგა, ხე 13 ლარი. ო, ჩვენები ღირს 18 ლარი. შენ გაქვს ომლეტი ამერიკული ბლინების დანამატით. ბლინი ჯმით. არა, სწორს გეუბნება მაგრამ. მოკლედ თორნიკეს საუზმე ჩემი არის. ტოსტი. დადი, ხელი უფრო გავიგოთ, გასაგებია. იცი მე გუშინ დამცოვი რატო არ გიკეთე რომ ჩაგეყაროს ეს ყველაფერი ხო დაიღუპ. ავოკადოს ტოსტი არის პორშირებული კვერცხით და შენი არის შუქშაკა. შუქშაკა მოუტანეთ გუგას, შაკშუკა. რაც დარჩა თანხაში, ხურდაში? არა, ახე 12 საათამდე არის უფასო ყავა ყველა საუზმეზე. საუზმისთვის ცოტა დაგვაგვიანდა 12:30 ხდება უკვე და ეს არის ბრანჩი უკვე ჩემთვის. დიდი ბოდიში ნიკა შესთან, მაგრამ 12:30-ზე დამიბარე, ეს არის დიდი შეცდომა. როგორ უნდა მივიშვი? ალბათ ჩავიყავით კუშოკებად და გამიღებ ხახა. აი. შემიდარე ხა შაკშუკა მაგას. ბიჭო, ავოკადო ცოტა იყო. აბა ნახოთ ჩაკჭუკა, როგორ ჩამჩუკავს. როგორ ჭამო, არ ვიცი. აჰა, ჩავაჭრა ხო ალბათ კვერცხი. მე მეგონა მასინჯები. მაგრამ მე შამო მე ვიცი. ჩაკჭუკა არის. აუ, ბაწიე მალე ჩაიყარა რა, ხელითი ვარ რა. მოდი რო შევაფასოთ რა. თვითონ შეფის ჩაფიქრებული. ამიღლით რა. მოგაქვი შეჩემო მithbar. აი ეს დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე კარგი სასაუზმო პუნქტია ხო? მე ყავაში გადაიხადეთ ახლა. შედის. ო, საინტერესო ნავაროტია ძალიან. ფარფლაიებია. არ ვიცი ეს რატო შევუკეთე. მაგრამ მე მიყვარს ეს სისულელეები. 13 ლარი ღირს ჩიტო. არ არის ჩემთვის საუზმის ტიპის საჭმელი. ეს უკვე ოსტრია. მართლა. კონცენტრირდეთ კონკრეტულად საუზმეზე. მე კონცენტრირდი ნიკა და გეუნები აგერ შენ. მითხარი. აქ შემოვიდოდი, მაგრამ ამას არ შევუკეთავდი. მეც დავაფიქსებ ჩემს. კი ბატონო. შეიძლება დავდივარ ესეთ დაწესებულებაში. კონკრეტულად აქ მაგრამ გავსი ტიპის დაწესებულების დანიშნულება არის ის, რომ არა აღმოაჩინოს საუკეთესო ავოკადო ქალაქში, არამედ კარგად იგრძნო თავი და დილა დაიწყო პოზიტიურად. რაც არის ჩვენი ვიდეოს მიზანი. ესპრესო მაკიატო, ესპრესო მაკიატო. ესპრესო მაკიატო. მართლა ისე არის. ამან მოიგო ევროვიზია მეგობრებო, ვინც არიცით, შეგიძლიათ ჩაწეროთ ესპრესო მაკიატო. კარგი მაჩვენებელია. საბოლოო ჯამში მე კმაყოფილი ვარ მაინც შენი არჩევანით და შენი შერჩეული კერძებით არც ისე. კარგად კი ხრიპავ მაგ ბორშს მიყვარს. ერთს ვიტყვი რა რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ შევუკვეთავ. იმიტომ რომ მე რო შემოსულიყავი მარტო და ყავა დამელია და რამე ამეღო 50 ლარს უეჭველი გადავიხდი. მაგასაც აქვს დიდი მნიშვნელობა მენუში ჩაიხედო და ცოტა ტვინი გაანძრე. ეხა მე გავანძრე ტვინი. აი არ უნდოდა რომ გამოსვლოდე, მაგრამ გამოგივიდა რომ განძრეული. ხანდახან მე ხონდა გავანძრევება. კაი, ნიკა, რაც შეეხება ყავას, რომელიც უფასო იყო, არ ეტყობა რომ უფასო იყო. ხო? კი. მაგას ესა. უფასო არ ნიშნავს. არ ნიშნავს მაგას. მაგრამ ეს მიხსნა. თვითონ ბისკვიტი ვერაფერი, მაგრამ ჯემი. ასე გამისინჯე ბიჭო. შედის ეხა 50 ლარში და გამისინჯე. აუ რა ფაფუკია? კაია. კაი, მოკლედ. თორნიგე. მე გაჭმევთ, მეგობრებო, არა იმისთვის რომ თავი იგრძნოთ რჩეულებად, იმისთვის რომ დანაყრდეთ. მე წაგიყვათ ჩემო სიხარულებო და ლამაზებო რას თავარია და უფლისგან დიდი ნიჭით დაჯილდოებულებო. განსაკუთრებით გუგაჭყონიაზე, რომელიც 12 წლის ასაკში უკვე ნიჭიერის დიდ სცენაზე იდგა და მაია ასათიანმა
ისეთი შეფასება მისაქვს, იშვიათად. მთელი ჩვენი დარბაზი. ყველა ერთად ვამბობთ, რას ვამბობთ? ეხლა შენი უნდა გეთქვა რომ რა ფურორი ხარ. და მე ფურორი წავალთ ფიურერი. ძაძიკში. დაძიკში, კი ბატონო. ძაძიკი? соуსი ვიცი. დაწესებულება? განახლება. საქართველოს ბანკის მობილბანკში დიდი განახლებაა. აპლიკაციაში საგრძნობი ცვლილებებია, როგორც არსებული ფუნქციონალების გაუმჯობესების, ისე ახალი ფუნქციონალების დამატების სახით. როგორებიცაა 3 ახალი ენა. ესენია: თურქული, აზერბაიჯანული და სომხური. აპლიკაციაში ასევე დამატებული და განახლებულია შეთავაზების გვერდი, ERS-ში გადახდები, სხვა ბანკით რეგისტრაცია. გამორჩეული დიზაინის ციფრული პლუს და სტუდენტური ბარათები. ამ სიახლეების სანახავად აუცილებლად უნდა განაახლოთ აპლიკაცია და თუ ჯერ არ იყენებთ მას, გადმოწეროთ მობილბანკი. საქართველოს ბანკი გვთავაზობს ისევ საუკეთესო მობილბანკს. ახლა უკვე განახლებული 8.0 ვერსია. ეს არ არის უბრალოდ განახლება. ეს აპლიკაციის სულ სხვა დონეზე გადაყვანაა. ხოკო, დანამ ჩაწერას დავიწყებდეთ. გეტყვით რომ ეს არის ჩემი სახე. ეს თუ ეს? კარგი, ზუსტად 50 ლარში ვარ თავის соусებით, სასმელებით. საუსებით თქო, მე მგონი არ არის. საუბრები გვაჩქეს კარგი. კი ბატონო. ჩემი რატო არის სხვა ფერი რომ მითხრეთ თქო? ბორშის შენ მოითხოვე, როგორც მახსოვს? მითხოვი. არა. თონიკა თავის არის სპეც соусით, მოკლედ. ეს არის ძაძიკის соуსი და შენი არის იისფერი соуსი. იაფი соуსი. იისფერი соуსია შენი. იცი რა მაინტერესებს? აი, როგორ უნდა დავიწყო ჭამა? 1 2 3 და ჰოპ. ეგრე, რომელ თვალზე ანუ თვალ მაინტერესებს? ჩავრმა ვიცი რომ ანუ შეხურული და ჩაკმიჩნდა. აი აქ უნდა შეყო სახე ალბათ რომ მთლიანად არის. აუ ის სახე მაინტერესებს. პირველად რო წინჯავდი ამას, ვიტყოდი რომ აი მე და თავგისტირი თქვა, ვიცი რაც არის, შირის სტუმარი ვარ, მომწონს მე სიმპათიურება პატივს. გუგა, ზოგადად შენ მე რასაც უყურებ, ძირითადად გამოძახებაზე ხარ, ხო? მუშაობ. ნუ? ეს ფერი რო პირველად შეგხვდა, ძალიან მეგუსტა. რა соусია? ეს არის კოლჩესტერის соуსი. ხო, ნუ ასაგებია ყველაფერი. რა ქვია? კოლჩესტერი. კალისტრონე. ვინჩესტერის. კალისტრონეს соуსი. დამცინათ იმდა აზზე არა, ვერც ერთს ვერ მეტყვიდა. აი ამის გითხრა? კი. ეს არის საფირმო соуსი. ეს. აი შეჩემა მე ჯემპრს ჭამ ფაქტობრივად რა. ეს არის კალისტრონე, ეს არის ძაძიკი, ეს არის საფირმო, ეს არის ბარხატნი შაურმას ჭამ. ეს არის კეჩუპი. соусები ვახსენეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დავაფასოთ content creating quality, qualified skills-ი, რომელიც ჩვენ გაგაჩნია და ძალიან გთხოვთ. ეს overrated, ზოგისთვის underrated არხი, conclusion-ამდე მიიყვანეთ და გამოიწერეთ. აღარ შემიძლია ბიჭო. მე მიყვარს მოკლედ განსხვავებულია ბევრად და რაღაცა ასე ვთქვათ ბერძნული fresh შედარებით სტილი პიტისებრ ცომის მასას რა თქმა უნდა ძალიან უხდება და ეს соусები ამისთვის არის შექმნილი კი ზუსტად ამ კერძისთვის ალბათ ზოგადად соуსი ქმნის კერძის ძალიან დიდ ნაწილს და პროცენტი რო გითხრა ზუსტად ჩემი აზრით დაახლოებით 45%-ს. აი ხან პროცენტს ვამბობ, ხუთ ჯერა. ნუ ზუსტად соус. მისმენით წამ. აქ რომ მრავალფეროვანია соусების არჩევანი ძალიან დიდი პლუსია ზოგადად რა. შეიძლება ერთ და იგივე კერძის соусით სულ სხვადასხვა მიიღო. ეს რო ჭამე უკვე შენი მაინტერესებს როგორ აი მაგაშია საქმე. მაგითაც რომ ჩავაჭო მაგაში. მე მქონდა ჩემი საშაურმე და ხო მე საკმაოდ ძნელია კარგი შაურმის მომზადება. და მინდა რესპექტი რა. ერთ-ერთი მოწინავე პოზიციები უკავია და აღიფილი არია 3 ვარკესილ წეთ. აი სტრატეგიულ ლოკაციებზე. იქ ვერ დაждები ხო? კიდე კაი მანდ არ მივედით, მაგრამ გაგვიმართლა რომ დელივერის სიაში არ მოხვდით და საერთში არ მოგვიწია ჭამა. ოჩახთონი. მე თორემ მე კმაყოფილი ვარ შენი შერჩეული როგორც დაწესებულებით აი მყუდროთ ვზივარ ჩვენთვის და ჩვენ რო გვიყვარს ეგეთი ჭამა, სხვათა შორის იქ სადილი არის ახლა ეს ჩემთვის. ეს არის 1700 წელს გამოგორებული ბელგიროს მეორე ჭამდა არა მართლა გიროს მეორეს საყვარელი კერძი იყო.
აღარ მინდა რა. მადლობა თორნიკე შენი არჩევანისთვის. მე თავიდან სანამ მოვიდოდი უკვე პატივი ვეცი, იმიტომ რომ ხშირი მოხმარებელი ვარ თაძიკის. უბრალოდ ეხლა ვახშამზე აღარ მიმიწევს. დაიცა მოსაღამოდეს აგი როგორ არ მიგიწევს განახეთ. არა გუგი, არა უკვე. აი შიგ ბაირამში მოგიწევს გეყოფა ბიჭო, გეყოფა. ბაირამში კაი დუდუკი არ გინდა? ბაირამ დუდუკ. ნიკას რო ხდება ეს ორი სიტყვა, აი არის. ძალიან კარგი იყო. მე ამ ფერისგან ესეთ გემოს არ ველოდი რა. თავარი რაც არის? მადლობა ძაძი. იმ კითხვას პასუხობს იდეალურად 50 ლარად 3 ადამიანი შეიძლება იდეალურად დანაყრდეს. მე მგონია რომ დაუკვდეს. გაგიკლეს რამე? მე? არა. თათვალე. ზოგადად ეს გიროები თუ გიროსები თუ მრავლობით ჩამობ გიროს უნდა თქვა 15 და ჩემი 17 ლარი რა თქმა უნდა შედარებით ძვირიანი ავირჩიე ჩემთვის. რა დანამატი აღმოგაჩნდა? თავი განსხვავება ის არის ჩემსაში იყო საფირმო соуს. ისეთივე როგორც შენ შეგეფერება ბატონო როგორც თორნიკე. მე შემეფერება როგორც ფირმა მასტ. როგორ ფირმა მასც. ასე რომ ეს 2 ლარი მაპატიეთ. სადღაც მოიტყუა, მაგრამ არა უშავს. ეხლა სწორპასუხს გაჩვენებთ, როგორ უნდა გამომასპინძე ზოგადად ვახშამით. და არა. და რა, აი სადაც წინაზე ვიყავი და ეხლა ვარ. გაიხარ გუგა. გაჩვენებთ მართლა მასტერკლას ვახშმისთვის. ბიჭებო, ჩვენ მივყოფებით ხინკლის ცეხში. იგივე. ხინკლის ფაბრიკა. აი აქ იყრება ნამდვილი ხინკალი. შეკვეთა უკვე გაცემულია ბიჭებო, ამიტომ არ მოგიწევთ ნერვიულობა რომ ვაი გუგა რა შევკვეთე, ვაი რა მოვა. აუ. всё მოვიდა. ხინკლის ფაბრიკაში მოიცადე, ნუ ჩქარი ხარ ნიკა იცი? კარგი ხარ, მაგრამ ჩქარი ხარ. ეს რა არის იგივე? ეს არის შენსავით ლამაზი კუპატი. შემსავით ლამაზი კუპატი. მადლობა უგმესი. ეს რა არის გუგა? რაღაცა შეცდომა არის აქ დიდი ალბათობით აქ 50 ლარი ნამდვილად არ დეს. ველოდი თქვენს ასეთ რეაქციას რაღა დაგიმოვი. აი რა ჩაიფიქრე ხა შე. მოკლედ ძალიან მარტივი ოპერაცია შევასრულე მე. არა მგონი. გადმოვწერე აპლიკაცია ხოთქარდი. მოაყარეთ ოკოპინტიბილი 50 ლარის სანაცვლოდ მივიღეთ 100 ლარის, ანუ ორჯერ მეტი მენი. ეს ის ჰოთქარდი როა ერთს რო 1+1. ეს რა თაღლითი ყოფილა. აი, კარგად, აი შენი რა თქვა მე. თქვა მომსა ბიჭო, ვაიმე რა გაგუჩალით. ლოხებს რო გავუკეთე, ხოიც ლოხებით გაიკეთე. აი გუგა. მოგეფიქრა თქვენც. ერთ მაქსვავ და ორ მაგი ჩაგდის. ნახევარი ლუდები შევუკეთე. ნანთლიანები მოგვივიდა. ოჩახნიგა. არა, რეალურად ერთი შევუკეთე და ორი მოვიდა. გუგა, აი რა პირობებია რო გითხრა. გადმოვწერე ხოთქარდის აპლიკაცია. აი არა. მოვედი ხინკალი ფაქტორიში. ავირჩიე სასურველი მენიუ. კი ბატონო. დავაჭირე ღილაკს ოკეი. ესე მარტივა. რაც შევუკვეთე, ორმაგი რაოდენობის მივიღე, ანუ 10 ხინკლის ნაცვლად მივიღე 20, 1 კუპატის ნაცვლად მივიღე კუპატლობიანი, 1 ლუდის ნაცვლად მივიღე 2 ლუდი. 100 ლარის მენიუ მივიღე 50 ლარად. გასაგებია ეხლა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს აპლიკაცია და ძალიან ბევრ რესტორანსა თუ ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში შეგიძლიათ გამოიყენოთ და შეიძინოთ subscription-ი 28 ლარად თვის განმავლობაში. თუმცა, თუ ჩვენი პრომოკოდით შეიძენთ ამ subscription-ს, მხოლოდ და მხოლოდ 18 ლარად მიიღებთ ერთ თვის package-ს. ვაუ. პრომოკოდით რა თქმა უნდა hungry man, man, ესე იწერება რა. ერთი კვირა შეგიძლიათ გატესტოთ ერთ თეთრად, ანუ მხოლოდ ბარათის მინიმა არის საჭირო და ერთი კვირის შემდეგ გადაწყვიტოთ. გიღირთ ამ მახინაციაში ჩართვა თუ არ გიღირთ. მეთი მაინტერესებს ბარდელებზე თუ არის და შემოთავაზეთ. ბარდელებზე ამატები ყოველდღიურად. მიდის ბარდელები გაიტანოს ოთქარმა პროექტი როგორც ასეთი. მე ვაპირებდი წასვლას და ასაც ხო არ წავიყვანო, ხო შემიძლია? აგერ კაცოც დავავაჟკაცებთ. სამოსის შესაბამის ნორმაში მოვა. დაღვინებული მთლიანად თავიდან ბოლომდე სრულად კაც. Full package. თან აი პლეისმენტის გაკეთება, თან ეს ჩაყირი, ისე რომ ყველა ყოფილია და თან მართალი საუბარი. ძალიან რთული ნიჭია და მოდით თქვენ გაგიმარჯვოთ ბიჭებო, თქვენს ნიჭს გამომარჯოს, მართლა კარგად ხუმრობთ, ამ უფასო ლუდით. რომენის მადლობას საფასო, გეტყვით. შენ ხო იხდი? მე უფასოდ მივირთვა. მოდი პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ყველაზე ლამაზი ხინკალია საქართველოში ამ ეტაპზე. სიმეტრია არის იდეალური. არაფერი შეხედე. ანუ ხინკალს ხო არაფერი. და რატო ის მე არის რატო ყველა ხინკალს სათითაოდ სალსაკი ხარშავენ. ყველა ხინკალს აქვს თავის ქვაბი, პატარა მინი ქვაბუკები. წარმოიდგინე რა, ანუ ეს არის მართლა ფაბრიკა და მართლა ცეხი. იმიტომ რომ ყველა ხინკალს როგორც საკუთარ იმიჯს ისე უფრთხილდებიან რა. ძალიან სოლიდურად გამოიყურება, ანუ ხინკალი არის ესე წელში ან ჩოხისებრი არის. ძალიან გამოწკეპილი ხინკალი არის.
გემოზეც არ დაეწუნება ნამდვილად. რატო ნახეთ როგორ არის ამდგარი, ანუ არც ერთი არ არის დაყირავებული. ჩემი. კუპატ სამ შემთხვევაში მოყვა ლობიანი, რო არ იგეგმო, თუ სადაა მეორე კუპატი, სადაა მეორე ლობიანი. ეს ღომია პასუხს ვაგებ, არანაირი ლობიანი არ. იქ მარტო, არა, კუპატს აშკარად ღომი მოყვა, ეხლა მოდი. კარგი ხარ. არიცი, აქ სამი კაცის მოვა და არ გაგივარდეს შენი წინიმე თვალი არ გამომთხარო. ამის რადიუსი რამდენი იქნება? ამას ხო, აი მაგ საიდანაც მეცნობოდა. არა, მართლა. ერთ ფაქტს შევეგუოთ, ხო, რომ ყველაზე მრავალფეროვანი და ბევრ კომპონენტიანი სუფრა მე შემოგთავაზეთ ვახშამ. კარგი ბიჭებო, აი ლობიანსაც უბრალოდ რადგან დევს პატივი ვისეთ. რატო არშია? აღარ შემიძლია. აი ბიჭო, ვისი ნაშვები ახლა, ვინ არის, ყველა მიცის შენი ამ. მე ვიცი ბლეკანგუსი, არ ჩერდება ის. არ შერდება. ანუ ცხოველები ფაბრიკა ხარ შენ თავად. დასაკლავად ვის რას ატყუებ? გამეტებული ბლეკანგუსი. ძალიან ჩათენცელები ხარ ვარ. შენ ხარ მოხრილი ბაბაია გასავლეთ, ცოტა. ახლა კაცი ხარ, ხრები დაღასხა ხო ღმერთმა. რა მოაჩინე რა, გაშალე მხრები რა, ვაშკაცურად ცოტა. ლობიანი გათიმ ძალიან გემრიელია. ჩავართვენოთ ამ მუსიკას. ანუ თუ გინდა იცოყე. ჩოხაკი ჯაგიცვია და ახალუხი შეგნიდან გაცვია და. რავი, აბა. რა ხდება? კიდევ ვერ ხვდები ხო ისეთ. შენ თუ რა ჩვენი გუგა 1 პლუს 1 გრადუსი შესაბამისია, ხო? 18 მაგით 36-ია. თითოეულში. არა, ნიკა მაგარი ბიჭია, ცოტა ეწყინა, გავიდა ეხა, მოითქოს და შემო. ისე ჩავარდნილი დედას ვიცი. ვერ ხვდები დედას ვიცი. ნიკა, მოდი რა შევაჯამოთ ჩვენი ძვირფასი კაფით შემოხვედი, ცარიელით გავიდა, კაფით შემოვიდა. დაგვიბრუნდა ნიკანორი კიდე მეორე დაბრუნება. ბოლოა იცოდეთ ბიჭებო. ორი კამბექი იშვიათია. კაი, კლოუნება, მოდი შევაფასოთ. მოდი თქვენ დაიწყეთ, რადგან მასპინძელი მე ვარ აქ. არც მე თავხედი ვიქნები ახლა უბრალოდ რომ აი ამ სუფრაზე დაუგი თქვა, ეს არის ალბათ, რავი, 50 ლარად ყველაზე ნოყიერი და რა ვიცი, ძალიან მრავალფეროვანი და კარგი მენიუ. გუგას არჩევანს ყველაზე ისე შევაფასებდი. მაგარი გადაწყვეტილება იყო. ცოტა ვიჩეთერე შეიძლება. ხო, მაგრამ გამიგებს, ამგები გამიგებს. ბიზანი ამართლებს საშუალებას. საწა იკითხე? მაკიაველმა თქვა. ოკეი. მოდი ნიკა უპასუხებს პატარა პაუზას ბიზნეს კოლი აქვს? პაუზას. I can call you right now. უთხარიში. ბაგაბაღის გამგე ურეკავს. შენ მოდი ხარ თუ არ მოდი ხარ? გელოდები დავარბიწყებ თუ შენ ვთქვა. ერთხელ გაგვაცანი შენი ბაღელები მართლა რა. მოკლედ ნიკა მესამე წავიდა და ნახოთ თუ დააგამბექებს. მადლობა მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, 500.000-ისკენ მივიწევთ და გრანდიოზული გეგმები გვაქვს და მოგვეხმარეთ, რომ სტიმული მოგვეცით, რომ ბოლომდე გავეშუროთ ჩვენი არხის წინსვლისა და საწინდრის ყისიერად განასახორციელებლად. ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა საუზმეს, სადილიც და ვახშამიც. სად არის? შედგა, სამივე შედგა. სად არის მესაუზმე? არის მიკროფონის დატოვა ეხლა და შემოვა კიდე კაფიანი ჭიქით ხო ვიცი. წავედით.